ალბათ ყველას გაგიგიათ გალილეო გალილეის სახელი. ეს არის ადამიანი, რომელსაც უკავშირებენ მსოფლიოს გელიოცენტრისტულ სისტემასთან, იმასთან, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამტკიცებდა, რომ დედამიწა ბრუნავს მზის ირგვლივ და არა პირიქით. და ამავე დროს გალილეი არის თანამედროვე მეცნიერების და თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი დამაარსებელი. მას ეკუთვნის ძალიან საინტერესო გამონათქვამი. ცდება ის, ვინც თვლის, რომ ბუნების აღწერა შესაძლებელი არის მათემატიკის გარეშე. ყველაფერი გაზომვადი უნდა გაიზომოს, ხოლო ის, რაც ვერ იზომება, გაზომვადად უნდა გაიხადოს. ეს არის მნიშვნელოვანი გამონათქვამი, რადგანაც ის გავლენას ახდენდა შემდეგი საუკუნეების განმავლობაში მეცნიერების განვითარებაზე. ჩვენ ბიოლოგიის, ეკოლოგიის, ისევე როგორც სხვა მეცნიერებების საგნები, შესწავლის საგნები არის მატერიალური სხეულები. იქნება ეს ცოცხალი ორგანიზმი, უჯრედი, თუ ორგანიზმების დაჯგუფება, პოპულაცია, თუ ეკოლოგიური სისტემა. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, სანამ დავიწყებდეთ რაღაც მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებას, რომ წარმოვიდგინოთ ნებისმიერი საგანი ციფრების სახით. ძალიან მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო. აი თქვენ ხედავთ აქ სიგარეტის კოლოფს. თქვენ შეიძლება ამ კოლოფის გამოსახულება რაღაცნაირად დაიმახსოვროთ, დაახლოებით ესე გამოიყურება, დახატოთ. მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ აბსტრაგირების უნარი. ამ კოლოფს, ეს კოლოფი არის ძალიან მარტივი გეომეტრიული ფიგურა, არა? მას აქვს, ის შეიძლება აღიწეროს სულ 3 განაზომით. ვთქვათ, ეს მანძილი, ეს მანძილი და ეს მანძილი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ცოტა სხვანაირად წარმოვიდგინოთ ეს კოლოფი და დავხატოთ ის ციფრებით. სიტყვაზე ამ კოლოფის სიგრძე არის 6 სანტიმეტრი. ჩვენ შეგვიძლია დავხაზოთ აბსცისების მრუდი, ეს იქნება აბსცისების მრუდის დასაწყისი, ეს შემდგომი წერტილები ამ აბსცისების მრუდზე გამოსახავენ მანძილს ამ დასაწყისიდან. თუ კოლოფის სიგრძე არის 6 სანტიმეტრი, ჩვენ შეგვიძლია 1, 2, 3, 4, 5 აი აქ გამოვსახოთ გარკვეული წერტილი. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ამ კოლოფის სიგანე, რომელიც იქნება 4 სანტიმეტრი. ჩვენ შეგვიძლია ამ მრუდს მიუჩინოთ მეორე ამ წრფეს მიუჩინოთ მეორე წრფე დეკარტების კოორდინატების სისტემაში და მასზე გამოვყოთ ნაკვეთი 4 სანტიმეტრის სიგრძის ნაკვეთი. შესაბამისად, ძალიან მარტივი აღწერა ამ კოლოფისა, ყოველ შემთხვევაში ესეთი ხედისა ამ კოლოფის იქნება წერტილი, რომელიც ამ დეკარტების სისტემაში მდებარეობს. რომლის მანძილი საწყისიდან აბსცისების მრუდის გასწვრივ არის 6 სანტიმეტრი, ხოლო ორდინატების მრუდის გასწვრივ არის 4 სანტიმეტრი. აი ეს არის ჩვენი სიგარეტის კოლოფი, ესე მარტივად გამოსახული. ჩვენ შეგვიძლია ამას მივუჩინოთ კიდევ ერთი წრფე, ესე იგი, თუ პირობითად აღნიშნავ პირველ წრფეს X-ად, ხოლო მეორე წრფეს Y-ად, მესამე წრფე იქნება Z და ამ წრფეზე დავიტანოთ ამ სიგარეტის კოლოფის სიმაღლე, რომელიც შეიძლება იყოს 1.5 სანტიმეტრი. აი ეს 1.5. შესაბამისად, ეს არის წერტილი, რომელიც აღნიშნავს სიგარეტის კოლოფის სიმაღლეს და ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პროექცია ამ Z მრუდზე, აი ესეთი კუბი დავხაზოთ და 3 განზომილებიან სივრცეში
ვაჩვენოთ წერტილი, რომელიც ამ შემთხვევაში აღწერს ჩვენ სიგარეტის კოლოფს, რომლის მანძილი არის X წრფის გასწვრივ 6 სანტიმეტრი, Y წრფის გასწვრივ 4 სანტიმეტრი, ხოლო Z წრფის გასწვრივ 1.5 სანტიმეტრი. აი ესე უცნაურად მე ვიწყებ ამ მეცადინეობას, ესე იგი თქვენ რაღაც ფიზიკური სხეული შეიძლება წარმოიდგინოთ და უნდა ძალგიძდეთ, რომ წარმოიდგინოთ დეკარტის სისტემაში კოორდინატე, ესე წერტილის სახით. მაგრამ შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ უფრო რთული სხეულები, არა, უფრო რთული სხეულები, სადაც რომელთა ფორმა ვერ აღიწერება მხოლოდ 3 გარკვეული მანძილით. თუნდაც აი იგივე სიგარეტის კოლოფი რომ ავიღოთ, არა, ამ სიგარეტის კოლოფს გააჩნია ასევე მანძილი, რომელიც აჩვენებს მის სახურავს, არა, მას გააჩნია შეფერილობა და ასე შემდეგ. ხოლო დეკარტების კოორდინატების სისტემაში ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად მხოლოდ 3 ცვლადი შევიტანოთ. ამისთვის არის სხვა გზა, ჩვენ შეგვიძლია ეს ავწეროთ ალგებრაულად ვექტორის სახით. ნახეთ, წარმოიდგინეთ ვექტორი, ამ შემთხვევაში ალგებრაული ვექტორი იქნება ჩამონათვალი, ერთცვლადიანი ციფრების ჩამონათვალი. პირველ ცვლადზე იქნება კოორდინატი x-ი, ხო? მეორე ცვლადი იქნება y-ი, მესამე ცვლადი იქნება z-ი. შემდგომი ცვლადები, რომლებიც აღწერს ამ სიგარეტის კოლოფის ფერს, ფორმას და სხვა თვისებებს, შეგვიძლია აღვნიშნოთ ასოებით a პირველი, a მეორე და ასე შემდეგ a x-ამდე, ხოლო თუ ჩვენ ვიცით დახასიათება ყოველი ამ ცვლადის, ჩვენ გვაქვს მეტნაკლებად ამომწყურავი წარმოდგენა ამ კოლოფზე. შესაბამისად x-ის გასწვრივ ჩვენ შეგვიძლია x-ი არის სიმაღლე, ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვწერთ 6 სანტიმეტრს, ჩვენ ვწერთ 4-ს y ცვლადზე, ჩვენ ვწერთ 1.5-ს z-ზე და ჩვენ ვწერთ სხვა განაზომებს, რომლებიც აჩვენებენ ამ კოლოფის სხვა მაჩვენებლებს, თქვათ a პირველი და ასე შემდეგ a x-ამდე. აი ესე თითქოს და აბსტრაქტულად, აი ამ ვექტორის სახით ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მარტივი ფიზიკური სხეული. იცით, აი მე ახლა გაჩვენეთ ერთი და იგივე საგნის 3 ტიპის საგანზე 3 ტიპის წარმოდგენა. ერთი არის უბრალო ვიზუალური წარმოდგენა, აღწერის მათემატიკის გარეშე, აი ეს არის თქვენი სიგარეტის კოლოფი. აი ესე ჩვენ შეგვიძლია ეს სიგარეტის კოლოფი ვაბრუნოთ და ხედი ამ სიგარეტის კოლოფზე და წარმოდგენა მასზე შესაბამისად შეიცვლება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია აბსტრაგირების და აზროვნების მეშვეობით წარმოვიდგინოთ ეს კოლოფი მკაცრად ციფრების სახით, გეომეტრიულად და ალგებრაულად. ამ შემთხვევაში გეომეტრიულად, ესე იგი, ეს არის ვექტორი, რომელიც აერთიანებს, ეს არის ხაზი, რომელიც აერთიანებს წერტილს 3 ცვლადიან დეკარტის კოორდინატებში, რომელიც ამ სიგარეტის სიგრძე, სიმაღლე, სიგანეს აღნიშნავს, რომელსაც აქვს გარკვეული სიგრძე და მიმართულება, თუ გახსოვთ სკოლის გეომეტრიის, სკოლის ალგებრიდან ვექტორების შესახებ წარმოდგენა. მეორე არის ისე ვექტორი, ესე იგი სიტყვა არის ერთი და იგივე, რომელიც ამ ორს აღნიშნავს, ოღონდ ალგებრაულად გამოსახული. ეს არის ჩამონათვალი ციფრების, რომელიც აღწერს ამ სიგარეტის კოლოფს. ეხლა ჩვენ გადავიდეთ ამ მარტივი ფორმიდან ცოტათი უფრო რთულ ფორმაზე. აი ამ კოლოფში არის ლოკოკინების ნიჟარები, ერთ-ერთი ჩვეულებრივი ობიექტი, რომელსაც შეიძლება ბიოლოგი ან ეკოლოგი შეისწავლიდეს. ნახეთ, ეს არის სიგარეტის კოლოფისგან განსხვავებით საკმაოდ რთული ფორმა. მისი სიგრძე, სიგანე და სხვა განაზომები შეიძლება მრავალნაირად იყოს შესწავლილი. შეიძლება ეს იყოს
შეიძლება ეს იყოს მანძილი, შეიძლება ეს იყოს ბაგის დიამეტრი. შეიძლება ეს იყოს ბაგის დიამეტრი აი ამ ორ წერტილს შორის, ან თქვათ ამ წერტილიდან ყველაზე დაშორებულ წერტილამდე. შეიძლება ეს იყოს ამ შეერთების შორის, აი ამ ბაგისა და ნიჟარის შეერთების შორის და ნიჟარის აპექსის ანუ მწვერვალის შორის მანძილი. შეიძლება ეს იყოს დიამეტრი ცალკეული ბრუნების და ამ ნიჟარას გააჩნია 1 2 3 4 ბრუნი. ამ ბრუნის დიამეტრი ნებისმიერ განსხვავებულ წერტილში ასევე იქნება განსხვავებული. ესე იგი, საქმე გვაქვს საკმაოდ რთულ ფორმასთან. ამიტომ ჩვენ შეიძლება ძალიან დავიბნეთ დასაწყისში, მაგრამ დავიწყოთ პირველი ნაბიჯებით. ესე იგი, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის თავიდანვე სრული ამ ფორმის შესწავლა არის რთული. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთ-ერთი მისი პარამეტრი. ეს არის ბაგის დიამეტრი, მანძილი, ან თქვათ ეს არის მაქსიმალური ნიჟარის დიამეტრი, აი მანძილი ამ ორ წერტილს შორის, რომელიც ახლა თითებით მიჭირავს. ჩვენ შეგვიძლია ეს გავზომოთ და ასევე შევუსაბამოთ დეკარტების კოორდინატს. არა? აი აქ ჩვენ გვექნება რაღაც გარკვეული მანძილი, მაგალითად, ამ ნიჟარის დიამეტრი არის 67 მილიმეტრი, ანუ 6.7 სანტიმეტრი და შეგვიძლია ის გამოვსახოთ ან ციფრით 6.7 ან წერტილით აბსცისების x მრუდზე. ესე იგი, ჩვენი ნიჟარა კი არა, ჩვენი ნიჟარაზე წარმოდგენა, ჩვენი ნიჟარის იდეა არის ის, რომ მისი მაქსიმალური დიამეტრი არის 6 და 7. 6 და 7 არის გარკვეული მანძილი საწყისიდან ბოლომდე. მაგრამ ამავე დროს ეს ნიჟარა არის მხოლოდ ერთ-ერთი წარმომადგენელი რაღაც ლოკოკინების სახეობის. აქ გვაქვს ჩვენ ასეთი ნიჟარების მთელი ყუთი. რას ნიშნავს ასეთი ნიჟარების ყუთი? არის თუ არა ერთნაირი, მაგალითად ამ ყუთიდან აღებული ეს ნიჟარა, იქ-სადაც ჩვენ ვლაპარაკობთ მის მაქსიმალურ დიამეტრზე და მაგალითად აი ეს ნიჟარა. არა? აი ნახეთ. თქვენ ხედავთ, რომ ესე იგი აქეთკენ მდებარე ნიჟარა არის ზომით გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე აქეთკენ მდებარე ნიჟარა. შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ ამ ორი ნიჟარის ბაგის დიამეტრზე. რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში ეს იქნება 6.7 სანტიმეტრი, მეორე შემთხვევაში ეს იქნება 4.5 სანტიმეტრი. 6 და 7 და 4. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ორი ნიჟარა და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ორი განსხვავებული ციფრი, რომელიც ამ ნიჟარებს აღწერს, ხო? როდესაც ამ ორს მიემატება მესამე, რომელიც არის უფრო პატარა და რომლის დიამეტრი არის 2.8 სანტიმეტრი, 2 და 8. ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გაგვიჭირდეს ამ სამივე ციფრის დამახსოვრება. წარმოიდგინეთ, როდესაც ლაპარაკი არის ერთი და იგივე სახეობის 10, 15 ან 20 ნიჟარაზე, რამდენად რთული იქნება მათი აღწერა, ისე რომ ჩვენ დავიმახსოვროთ ყოველი ნიჟარის თუნდაც ერთადერთი განაზომი, თუნდაც ნიჟარის მაქსიმალური დიამეტრი. აი ამისთვის, ამ ჯგუფის აღწერისთვის არსებობს აღწერითი სტატისტიკა. აღწერა ერთი ორგანიზმის, ერთი ფორმის არის მისი წარმოსახვა
ვექტორის სახით ალგებრაულად ან გეომეტრიულად, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, ხოლო აღწერა რამოდენიმე ინდივიდისა, თუნდაც ერთი განაზომის რამოდენიმე ინდივიდის არის უკვე სტატისტიკის საგანი. სტატისტიკაში არ არსებობს ისეთი ცნებები, როგორც სიგრძე, სიგანე, სიმაღლე ან ფერი, რადგანაც ეს ცნებები აღწერს ცალკეულ ინდივიდებს. მაგრამ ამის ნაცვლად სტატისტიკაში არსებობს სხვა ცნებები, რომელიც არ მიესადაგება ცალკეულ ორგანიზმებს. და ეს ცნებები შეიძლება ამ ცნებებს შეიძლება მიუსადაგოთ ერთი სიტყვა სტატისტიკური მომენტები. მე შევეცდები რომ აგიხსნათ რას გულისხმობენ ამ სტატისტიკურ მომენტებში. მაგალითად აი ჩვენ გვაქვს 3 მონაცემი 2 და 8, 4 და 6 და 7. მოდით ცოტა გავამარტივოთ ეს მონაცემები, დავამრგვალოთ 2 და 8-ს მაგივრად ჩავწეროთ 3, 6 და 7-ის მაგივრად ჩავწეროთ 7, 4 დავტოვოთ ისე როგორც არის. თითოეული ეს წერტილი გარკვეული მანძილით შორდება აბსცისების x წრფის წერტილს, ანუ 0-ს. 3 სანტიმეტრით, 4 სანტიმეტრით ან 7 სანტიმეტრით. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თუ რამდენად შორდება კოორდინატების საწყის აბსტრაქტული ცნება, ანუ ამ მონაცემების საშუალო მანძილი x კოორდინატებიდან. როგორ შეგვიძლია მივიღოთ საშუალო? პრინციპში ალბათ თქვენ ისედაც იცით, მაგრამ შეგახსენებთ ორი სიტყვით. ჩვენ უნდა შევაჯამოთ, ჩვენ გვაქვს 3 პარამეტრი. აღვნიშნოთ პირველი, ეს იქნება x-i. ესე იგი, x-i არის ცალკეული ინდივიდის მაჩვენებელი. ესე იგი, x პირველი ამ შემთხვევაში უდრის 3-ს, x მეორე უდრის 4-ს, x მესამე უდრის 7-ს. შევაჯამოთ ამავე დროს ამ x-ებთან ერთად ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პარამეტრი სტატისტიკური, რომელიც აღინიშნება n-ით და რომელსაც ქვია სინჯის მოცულობა ან სინჯის ზომა. სინჯის მოცულობა ან სინჯის ზომა ეს არის რაოდენობა იმ ინდივიდების, რომელზეც სტატისტიკური მონაცემები არის დამყარებული. ამ შემთხვევაში n უდრის მართალია 3-ს. ჩვენ რომ შევაჯამოთ 3x-ი, ანუ 3-ს მივუმატოთ 4 და მივუმატოთ 7, ჩვენ მივიღებთ 14-ს. შემდეგ 14 ჩვენ შეგვიძლია გავყოთ 3-ზე და მივიღებთ რამდენს? ესე იგი 12 გაყოფილი 3-ზე იქნება 4, 2 გაყოფილი 3-ზე იქნება 2/3, ანუ 0.10 წილადებში 667. ესე იგი ეს არის 4.667. ეს არის ამ შემთხვევაში საშუალო დაშორება ამ ლოკოკინების დიამეტრების. ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული ციფრები, ეს არის მაქსიმალური დიამეტრი აი ამ ნიჟარების. ეს არის საშუალო დაშორება კოორდინატთა სისტემის საწყისიდან 4.667 სანტიმეტრი და ანუ საშუალო დიამეტრი ამ ლოკოკინების.
სტატისტიკურ თეორიაში ამას, ამ მნიშვნელობას საშუალო არითმეტიკულს ქვია კიდევ ერთი რამ, მათემატიკური ლოდინი. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით ჩვენ რომ იგივე ჯგუფიდან ავიღოთ ლოკოკინა, უფრო დიდი ალბათობით მისი ზომა იქნება დაახლოებით 4.7 ვიდრე სიტყვაზე 3 ან 7. მათემატიკური ლოდინი. აქვე ძალიან გაგვიჭირდება მასალის შემდგომი ათვისება, თუ არ დავიმახსოვრეთ რაღაც გარკვეული ტერმინებიც და რაღაც გარკვეული სიმბოლოები, რომელიც გამოიყენება მათემატიკაში და სტატისტიკაში. მაგალითად, შეჯამებისთვის გამოიყენება როგორც წესია არა ჩვენთვის ჩვეული პლუსი, არამედ ბერძნული ასო დიდი სიგმა. ესე იგი, როგორ შეგვიძლია ჩვენ ეს ყველაფერი აღვნიშნოთ? წავშალოთ და ვთქვათ, რომ მათემატიკური ლოდინი, ანუ საშუალო არითმეტიკული, რომელიც ამ შემთხვევაში აღისახება 100x-ით, აი ესეთი პატარა ხაზის თანდართული ხაზით უდრის ჯამს x იების, ანუ ცალკეული მნიშვნელობის, პირველი, მეორე და მესამე მნიშვნელობის გაყოფილს n-ზე, ანუ სინჯის მოცულობაზე. ამ შემთხვევაში ეს არის 3 + 4 + 7 გაყოფილი 3-ზე. მადლობთ, ეს იყო პირველი ნაწილი.